ტონი შალვა სტუმრად იმყოფება მონაზონთან, დიდ მონაზონ დედა თამართან. არბილა დედა მონაზონ, კაი, მონაზონ. მონაზონ დედა თამართან. მოგძალ. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო საუბარი, სიღრმისეული საუბარი, ბევრი ისეთ საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენ ერს და ჩვენს სამშობლოს ეხება. ამიტომ დედა თამარის სიბრძნე და გამოცდილება იქნება უმნიშვნელოვანესი თუ არა სასიცოცხლოდ საჭირო დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის. ამიტომ მე უფრო მსმენელის როლში ვიქნები და ბატონო შალვა მე საერთოდ მსმენელის ვიქნები, მე ორი სიტყვით მინდა რომ გითხრათ. ჩვენ უკვე წლებია რაც ჩემ ესე იგი პატივის ისეთ პატივი მაქვს რომ მეგობრობდე დედაოსთან ეს ის ქალბატონია რომელმაც მე გამიხსნა საპატრიარქოში შესასვლელად გზა რამოდენჯერ დედაო თამარის დამსახურებაო შევედი ახლა ჩემს პირადზე რო არ შევსულა ხო ფაქტია ხო ახლა თვითონაც არ უშვებენ უკვე ესეთი მოვიდნენ უფრო მაგარი ხალხი ეს გამოსახლებების ამბებზე ამ მიწების ამბებზე ამ სოციალურად დაუცველების აქ აგავიცანი შორენა როდესაც დარეკავდა 15 წუთში აქ იყო ეს მართლა აი როგორ გითხრათ ქართული ეკლესიის ოთარა ქვრივი უაღრესად ღირსეული წარსული არ ვაქებ მართლა გეუბნები 100-ია ერთ-ერთი ოთარა ქრის უდახოდენ თურმე საპატრიარქოში პირველად გევიგე დედის საფლავსის უბრალოდ ჩემი ნუ დანარჩეს ახლა რომ მოусმენ ხო და მე კიდევ ერთხელ ვიძახი მე თავს დავდებ ერთ რამეზე რომ ეს ის დედაოა რომელიც არავისგან არ იმართება, არავის არ კონტროლდება და ანგარიშვალდებულება ქონდა მხოლოდ უფლის, ქვეყნის ჩვენიერისა და საკუთარი სინდისის წინაშე. ამიტომაც ახლა იცის ჩემგან შენ რა ხარ ჩემო ერმილე შენს ერთი და ორი სურათები ხო სხვადასხვის უდიდესი ტრაგედია დაემართა დედაოს ცხოვრებაში გაჩვენეთ თუ ჩათვლის ერთადერთი შვილი აი ნახდათ რაღაც საოცარი გარეგნობის დაკარგა და თუ საჭირო ჩათვლის და აბერ ახლა მე დავამაგრეთ უკვე და უკვე ხელსაც არ შეგიშლით უბრალოდ სურათ ხوارვაჩენ პატრიარქთან ერთად რო გადაღებული აი შეხედე ერმოდამია რო ვიცოდეთ ახლა ახლა თვითონაც ეს ერთი კი არა აკაცო ამითანა 30 აქ გონია კარგად ამიგია შეხედე ხედავ მოგესალმებით დედაო თამარ დამლოცეთ მან დაგლოცოთ. მერტმა მოგცეთ დედი პირველ რიგში. იმიტომ რომ თუ არა ხარ ჯამთელი, ნამდვილად ეს სიკვდილის ჯობია ლოგინში წოლი არის როგორიც მე ვარ ღმერთმა ყველა აცოცხლოს, ვისაც უნდა სიცოცხლე ლოგინში წოლი არის, მაგრამ ჩემს მდგომარეობაში მყოფს მე მაგალითად არაჩვეულებრივი შვილი მყავს გარდაცვლილი და ისეთი მდგომარეობა მაქვს რომ ნამდვილად ირჩევნია რომ დროზე გარდავიცვალო, მაგრამ ჩემზე რომ არ არის ეს. ამიტომ ჯანმრთელობას გისურვებ პირველ რიგში. დღეს თქვენი დღესასწაულია თქვენი სახელის ერმილეს ხსენების გილოცავ და საქართველოში მალე დაბრუნებას გილოცავ დედი, მალე დაბრუნება. დაბრუნდით. კარგი კაცები გაქცეული ხავთ და რა ვიცი აბა ვისე ფოფინებიან აქ და რა ხდება არ ვიცით ორმასი მადლობა დედაო მეც გილოცავთ წმინდა ერმილეს მადლიგეწეობა დიდებით დაგაბრუნოთ უფლის რწმენაში გაძლიერებულები უფლის იქით მაინც ტყუილია ცხოვრება არარაობა თუ უფალთან არ ხარ არც არაფერი არ ხარ მორჩა და გათავდა არაფერი არ ხარ აქ დიდი სიძულვილია დედი გამეფებული აქ ადამიანები ერთმანეთს ვეღარ იტანენ საშინელი სიძულვილია გამეფებული ლანძღვის კორიანტელი დგას აი ვერ წარმოიდგენ ადამიანები ისე დაუნდობლად ლანძღავენ ერთმანეთს აი რაღაცა არ ვიცი საიდან შორიდან ცოტა ისე ჩანს რომ კი ბევრი იცით მაგრამ
ბევრის ნახევარიც არ იცით აქ რაც ხდება. აქ არის აი რომ ვერ წარმოგიდგენიათ ისეთი სიძულვილი და ვით უმეტეს ჩემს დაწესებულებაში ყველაზე დიდი სიძულვილი არის საპატრიარქოში აი უსინდისობის უმაღლესი საფეხურია უკვე ვერ გეტყვით მანდედან მოდის ასეთი დიდი სიძულვილი და ერში ძალიან ბევრი ადამიანია კიდე ისეთი რომ ბერისკაც ჯობია რას ლაპარაკობ როგორ არ ჯობია მადლობა უფალს რომ ერშიც და ბერშიც კარგები არიან მაგრამ საუბედუროდ ცოტანი და ვით უმეტეს ბერში არ ვიცი ყოველ შემთხვევაში საპატრიარქოში ალბათ თითზე ჩამოსათვლელი ვისაც შეიძლება რომ გაესაუბრო და მიხვდეს რომ გამწარებული დედა ესაუბრები არც კი მოგისმე არც აინტერესებს საერთოდ არაფერი აღარ აინტერესებს რა ვიცი არა როგორ არა აინტერესებს ძალიან ბევრი რამე მაგრამ რა ვიცი მე ასე მგონია რომ გაჭირვებული ადამიანების ბედი არ აინტერესებთ იმიტომ რომ ეგენი ერის ადამიანებს საერთოდ არაფერში არ ეხმარებიან და რამდენი გაჭირვებული ვინმე მივიდა და რა ვიცი ახლა მაგათი დახმარებული არ არსებობს და არ ვიცი ახლა ჩვენი უწმინდესი ყოველთვის ეხმარებოდათ ხოლმე აი ერის ადამიანებსაც და ნუ ბერის ბერში ხო საერთოდ ყოველ შემთხვევაში ასე მე ახლა ერთი 5 წელზე მეტია გზა ჩამიკეტეს და არც ვიცი რას ეუბნებიან მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრჯერ მომიკითხავ და პატრიარქი რომ სად არის დედა თამარი მაგრამ იცით ზოგჯერ ეუბნებიან რომ დედაო საზღვარგარეთ წავიდა და იქ დარჩა ზოგჯერ ეუბნებიან რომ დედაო ძიმეთ ავადარი და საზღვარგარეთ სამკურნალოდ წავიდა ტყუილის ისეთ კორიანტელს აყენებენ რომ აი საკუთარ თავზე რომ ძალიან გაგიკვირდებათ რო იტყვიან ხოლმე შენ საკუთარ თავზე ჭორი გაგიგია ორამეო ვაიმე დედა ეხლა გავიგე ბოლოს კიდე ისეთი ჭორი რომ ვითომ მე აი ის არაკაცი რომ არის ტელევიზიის TV პირველში არის გონი ნოდარ მელაძე ის კაცის არამსგავსი უსინდისო პიროვნება იმანს რო დაუძახონ კაცები გამოიქეცითო ნეტად უნდა გაიქცეს ისიც აი ისეთი ადამიანი ჩემზე იძახის რომ თურმე ტელევიზიით აცხადებს ამას და არეშინია ღმერთის არეშინია შვილ გარდაცვლილ დედას მონაზონს რამხელა ცილს წამებს რომ ვითომ მე შორენას ვაშანტაჟებ და შორენა თვეში 1000 ლარს ის 10000 ლარს მაძლევს მე ისე ვაშანტაჟებ შორენას რომ შორენა მიხდის 10000 ლარს შორენა 10 კაპიკისათვის სულს ეშმაკს მიხიდის და შენ ფულს არ მოგწევს შორენა ჩემსავით არავინ არ იცის იმიტომ რომ შორენასთან ერთი 20 წელი ვიყავი ძალიან კარგა სანამდე ეგონა რომ თავს მომიხოდავდა რა ვიცი არც ვიცი რა სიტყვა თქვა და რაღაცნაირად გადამიყვადა თავის რელსებზე მაგრამ არ გამოუვიდა და რომ არ გამოუვიდა მე სხვა ხერხები იხმარა ჩემს წინააღმდეგ ძალიან ცუდი ბინძური ხერხები ასე რომ ყველაზე მთავარი ის გააკეთა რომ პატრიარქთან მისასვლელი გზა ჩამიკეტა და მე კიდევ გეუბნებით რომ კაცმა არ იცის რა ჭორებს აღარ ეუბნებიან ალბათ უწმინდეს და დედა ლოგინში წევს მძიმედ რამდენი წელია უკვე ხერხემალი გადატეხილი ფეხები ფაქტიურად აღარ მაქვს ჩემი შვილი ამ ეკლესიის ეზოში მყავს დაკრძალული მაგრამ 2 წელია მის საფლავზე არ ჩავსულ ვარ ვერ ჩავდივარ ვერ ჩავალ ასე რომ თუ აქან მოვიდა ექიმთანაც ვერ წამიყვანენ საერთოდ არ ვიცი ვერ გეტყვით და საოცარი უყურადღებობა რატომ ხდება დედაო ეს რა ძალა დგას ამ ყველაფრის უკან
ვინ აკეთებს ამ ყველაფერს? გასაგებია რომ ბოროტი ძალაა და ეშმაკეული არის და სადაც სიწმინდეა იქ განსაკუთრებით მიილტვის ეშმაკეული, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ არსებობს ეშმაკები არიან დედი იქაშვილო. ეს ეშმაკი თუ ეშმაკს შეიძლება ვერ დავინახოთ ჩვენ და ისე მოქმედებდა. ესე ვხედავთ ესენი ხილული ეშმაკები არიან. ხილული ეშმაკები არიან. თუ ერთი ხუთი მეუფე ნამდვილად არის ეშმაკი და რა ვიცი ახლა დანარჩენი მაგრამ მე კონტაქტი ვისთანაც მქონდა და კარგად ვიცნობ, პასუხსაც ვაგებ და თუ ბიჭები არიან და მაგრები არიან, თან მემუქრებოდა იაკობაშვილი. რომ მე ვიყავი სამკურნალოდ წასული საზღვარგარეთ და საბების ტაძარში დაიტრაბახა რომ ჯერ ქართული ენის პედაგოგი ეთყობა ძალიან ძლიერი ხალხა თავისნაირი. ჯერ ხო ძველი ბიჭივით როგორ საუბრობს ამბიონიდან. ხო და მე მაგასო რო ჩამოვა მოვაშორებ ეკლესიიდანო. და მე იქიდან მოვწერე. არა ადამიანო თქო. აბა ჩამოვალ და როგორი ბიჭი ხარ, ვინ ვის მოაშორებ დაგანახე თქო. შემკვლელო თქო შენ. დაგავიწყდა გელალანჩავას მარჯვენა ხელი რო იყავი და მიტინგზე რო ვურეტავდი ჩვენ ზვიადისტებს და დღესაც რომ ვერ გვიტანთ ზვიადისტებს. დღესაც რომ ვერ გვიტანთ და მე თუ ძალიან დიდი აი ზეწოლა მაქვს მაგათგან. იმიტომ რომ ზვიადის გვერდით ვიყავი და მე ვიყავი სწორ ადგილზე იქ სადაც უნდა ვყოფილიყავი. და თუ ვინმე ეგულება რომ ეროვნული მოძრაობის იქით რომელიმე თავრობა იყო და არის. ნუ მაშინ რა ვიცი აბა რაც უდათ ის უთქვია და ის უქნიათ ეგენი ყოფილან მაშინ რა ვიცი ღმერთის მოადგილეები შემინდოს უფალმა რადგან დედამიწაზე გაღმერთებული ხავთ თუ ერთი რომელიმე მეუფემ ვინმეს თავზე ხელი დაადო უკვე იატაკზე ფორთხავენ მეუფემ ხელი დაბადო და არიქა ეშველად განიწმინდნენ საოცრებები დახდნენ და ნეტა თვითონ იყვნენ ჯერ განწმენდილები და ასე რომ ხალხი ძალიან სიდუქჭირეში აქ აი საწყალე ხალხი საით გაიქცენ მთავრობისკენ ვაიმე არაფერი ვინ მოგაგზებს ყურადღებას აქეთ საპატრიარქო საერთოდ ჩაკეტილია მძიმედ დიდი ურდულით და დიდი ის დადეს კლიტე εμάς კარებს ჩავედი ერთი რამოდენიმე თვის წინ რომ მინდა მეთქი რომ შევიდე და ნახო უწმინდესი მორჩა და გათავდა მარტო ნახვისათვის არა მაქვს უფლება რომ ჩემი უწმინდესი არის ცუდად მე ვარ ცუდად იქნებ რომელიმე გავდივართ ამ ქვეყნიდან არ უნდა ვნახოთ ხო და ისე ჩამიკეტეს კარები და აი ვერ გეტყვით და მე ის გავაკეთე რომ მე არაფერი არ შემეძლო ჩემი კალიასკით დავდექი კარებში და არც ერთი მეუფე მანქანით არ შეუშვი არც ერთი მეუფე და ქუთაის გაინათელის მიტროპოლიტი იოვანე რომელსაც მე ნორმალურად არ ვიცნობ მაგრამ ძალიან თავისებური კაცია და ჩვენ ერთ დედაოს სიონის ეკლესიის ტაძარში თავს ჩაარტყა და წააქცია აი ის იმ კაცმა ისე გადმოვიდა რო არ შეუშვი მანქანით და ძალიან ბურდღუნითა და ნუ თავისებური გინებით დამტოვა ერთი არასდეს მის დანარჩენს მე ვიცნობ კარგად მე ვიცნობ ვინც არის ხო და განცხადება მაქვს შეტანილი ორი პატრიარქის სახელზე რომ დახმარება მჭირდებოდა ხერხემალი კუდუსუნის ძვალი გამიტყდა და წავიქეცი და ასე უპატრონოთ ვეგდე რამდენი და არ მომაქცია საპატრიარქო ყურადღება რაღაც თანხა მომცეს ეს რომ დაგჭირდებაო იქო დიდი ტირილით და ერთი თვერო აი თავპირი რო ვიხოკე და ხურდა მოიტანეო ხურდაო აი სიტყვა ხურდა ჩამოგვიტანეო უკანო და $4000 დამაკლდა კიდე ხურდა ვერ ჩამოუტანე ბუღალტერსა და
მეუფემ რომელმაც მე ახმკვეცა და პატრიარქმა კიდე შვილად მიკურთხა რომ თქვენო დედაო არ ყავთო ვაჟი და ძალიან კარგი ვაჟი გარდაგეცვალათო და მეუფეს უთხრა თქვენ კიდე დედა არ ყავთო მეუფეს მამა გარდაეცვალა და კაი ჭირისუფალივით ჩამიყვანა იქ დამსვა და მე მას ვიღებდი რა ქვია სამძიმარს და აი ამის მერე წარმოიდგინეთ იცით როგორ მეკცევა აი როშ ბისენ უფლება აი ხელს გამომჭრის ამაღლ რატო აბა ისმევა კითხვა რატო იმიტომ რომ ისი ყველანაირი ბინძურობა რატო ვიცი და ვიცი და რა ვქნა დედაო ეხლა თქვენ მონაზონი ბრძანდებით და ამხელა გამოცდილებით ამ ასეთი ბიოგრაფიით და თქვენთვის არის გართულებული საპატრიარქოში შესვლა შეუძლებელი არის პატრიარქოს შესვლა ისეთი აი ნუ ამაზე ლაპარაკი თუ დაიწყება იქ ომი შეიძლება დაიწყოს და ისეთი პიროვნებები რომლებიც პოლიტიკასთან არიან აფილირებული რაღაცავით ომ პარტიებს წარმოადგენენ ან ვიღაცა ცნობადი სახეები გაუბრკოლებრივ შედიან და ჩვენ უბრალოდ რიგით ადამიანებს ამის ჩემს გარდა დედაუების სხვების ყველა შედიან ჩემს მხოლოდ მე არ მიშვები მხოლოდ მე და განცხადებებს პატრიარქამდე ვინმე იტანს ჩემს განცხადებას რომ იმ წერილში მიწერია მე აგერა საქვეყნოდ ვამბობ ეხლა რომ უწმინდესო თქვენთან საშუალებას არ მაძლევს მეუფე თეოდორე ჭუაძე და ბუღალტერი რატომღაც წარმოდგენილი აქვს ბუღალტერს თავი რომ არის შორენა მეორე ბუღალტერს შორენა მეორე აი განაგებენ ეს ორი დედაკაცი და ერთი სამი მეუფერა და თეოდორე ჭუაძე ვიცი მე სამცხე-ჯავახეთში რომ იმყოფება რა ისი აღკვეცილი ვარ მან ახმკვეცა და მე შვილად მიკურთხა პატრიარქმა მაგრამ მადლობა უფალს რომ ასეთი შვილი არ მყოლია ასეთი ყველანაირად რა ვთქვა არ ვიცი სიტყვასაც კი ვეღარ პოულობ რომ მიესადაგებოდეს არ მინდა რომ ნუ აი ხალხი მიხვდება რომ ასეთი ადამიანები არ არსებობენ ესენი ადამიანები არ არიან მე ვერ გეტყვით უწმინდესთან როცა კი შევდიოდი უწმინდესმა იცოდა ყოველთვის საჩუქრები და ყოველთვის ეთყოდა შორენა დედაოს ჩემი ფონდიდან თუ რამე დასჭირდება წამალი იქნება თუ რაც იქნება ჩემი ფონდიდან ყველაფერს გაუკეთებთ და თქვენ წარმოიდგინეთ პატრიარქმა იცოდა რომ წამლის ფული აჩუქეთ ჩემი და თავის კონვერტს გადმომცემდა და მე ამ კონვერტს გავხსნელად და შიგ ჩავხედავად ვაძლევდი ჭუაძეს რადგან მეგონა რომ შვილად რომ მიკურთხა მე ვალდებული ვიყავი რომ ის კონვერტში 10 კაპიკი იყო თუ 100 ლარი იყო თუ რაც იდო არ დამინახავს არასოდეს ეგრევე ვაძლევდი რომ შენ შვილო მეთქი უნდა იმგზავრო და ბენზინი დაგჭირდება იმ დროს ვაძლევდი ამ ფულს თურმე მე როცა ბენზინსაც იქით ყიდი და მანქანების განბაჟებაზე ეგა და მერაბიშვილი იყვნენ და ხეთყეც და მაგათი თურმე მაგი იყო მილიონერი და მე კაპიკებს მართმევ და უსინდისოდ მონასტერში ბიტკოინების ანუ კრიპტოვალუტის ფერმებიც აქვს გახსნილი და თანამედროვე საშუალებებითაც გემრიელად შეუძლებს ფულს პატივცემული იცის ჩემმა აუდიტორიამ ვინ არის ეს ადამიანი რომელმაც თევარნაძის გამოსათხოვარი წაიკითხა უკაცრავად მაგი ერთ-ერთი მილიონერია შეიძლება ითქვას საპატრიარქოში ყველანაირ ბინძურ ფულზე არიან თანახმანი ყველანაირ ბინძურ ფულზე მაგრამ ყველაზე მეტად გადაკიდებული ვიყავს ეს ბუღალტერი რომელსაც შეხედულებაზე ეკუთვნის 1-20 წელიწადი ციხე ქალს ისე იყურება როგორც აი რა გითხრათ მე მგონი ასე იყურებიან ალბათ ვისაც ხილულად ბოროტი ძალა ყავს დანახული დედაო თამარ იმ ქალის ენით მითulis ყველაფერს ჭუაძე
ჭუაძე კი არ ველაპარაკება, იმ ქალის ენით მithulis, ბუღალტერის ენით. ნუ ახლა შემოგითვლით ალბათ, იმიტომ რომ ჩემი სახელი ისე უყვარს მას და მის ირგვლივ ბატონ ჯაღმაიძეს. ისე კარგად შეუთვლი, რომ მე მაგაცავით არაფერში ვარ გასწრული, ძალიან უნდოდათ, მაგრამ ვერ გამსვარეს. სიანედის საქმეში ძალიან უნდოდათ, რომ შევეთრიე ის, რომ შორენა მეუბნება, რომ იცი რაო, დედაო, მეო რომ დამკითხესო იქო შენო გახსენესო. ეხლა მეოთხარი ქალო, შენი მხელად ყვილს ამბობ. მე შენ დავრეკავ ერთ ადგილზე და მოგასმინინებ. თუ შენი იქ მე ნახსენები ვარ, მე თავს მოვიჭრი, თუ არ და შენ გაგიტეხავ ეხლა თავს თქო. თქვენ წარმოიდგინეთ ის ბინძურები არიან ყველაფრის კადრება, რომ მე მამაოს არც ვიცნობდი და არც არაფერი, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ მე ვთქვი, რომ მე ხედვები მაგ და ეს საპატრიარქომაც იცის და თვითონაც მეკითხებოდნენ ხოლმე, რომ ამას როგორ ხედავ. და დამიბარა შორენამ და მკითხა, რომ როგორ ხედავ დედაო, იყო ციანიდი. არ ყოფილა და რა მეთქვა? მეთქვა რომ იყოვო. არა თქო, არ იყო თქო. აი აქ დამთავრდა ყველაფერი. აქ იმის მერე მიწა მომაყარეს რა, ცოცხლად დამმარხეს. ფაქტიურად და არ არსებობს, ნუ აი ჭუაძე დავიწყებული აქ რომ ფეხები უკვე აღარ მქონდა ფაქტიურად და ყოველდილა ბაზარში გავრბოდი, იმიტომ რომ მისთვის სადილი მომემზადებინა, იმიტომ რომ ჩემთან სადილობდა 4 წელიწადი. გადმოდიოდა საპატრიარქოდან და ჩემთან აი ესე გაუბედურებული ფეხებით მე ვიდექი და ჭუაძეს ვემსახურებოდი. დედაო, მსგავსი დაუნახავი კაცი არ მინახავს. დედაო, იცით რა შეასაქმე? ჩვენ უბრალო მოკვდავებს ზოგადად ხსენების უფლებაც კი არა გვაქვს საპატრიარქოში რაც ხდება, იმიტომ რომ ეს ბრმათმადიდებლები, მე ამათ მართლმადიდებლებს ვერანაირად ვერ უწოდებ, რომლებმაც არც ჯულის კანონი იციან, არც რუის-ურბნისის კრება მხოლოდ და მხოლოდ ალბათ ისე გაუგონიათ ყურსგარეთ და რა იყო, რას წარმოადგენდა, საერთოდ არ იციან. ნუ მე მათ რწმენას არ შევეხები, უბრალოდ ძალიან ბევრი არის შეცდომაში შეყვანილი და გაუნათლებლობა მიცის ეს, რომ მამაო რასაც ეტყვის, ანეთელი იყვანეს თორე. არაფერი ფუი. მორწმუნე ადამიანმა შეიძლება რომ გითხრას, აი მე ლოგინში მწოლი არის. თუ იცექიო ყველა ცუდად არის რა მოგწევ, იცექი მე რა. ეკლესიებიდან ფული არ შემოგდისო და ვერ გაგიზრდითო ჩვენ მომლელს არ მყავს და ვერ გაგიზრდითო ჩვენო 1500 ლარს მიხდიდნენ და ამ 1500 ლარით კიდე არ მოდის არავინ დღეღამე რო იყოს აქ და ჩემთან ერთად გამოკეტილი და 2000 ლარი მაინც გადაუხადეთ მეთქი როგორ ვიყო რამდენი ლოგინიდან რო ვერ ვდგები რანაირად ვიყო თქო როგორ ვიყო არა ეკლესიებიდან ფული არ შემოდის და ჩვენ ვერ დაგიმატებთ. დედაო, სულ 500-მდე მონაზონი არის, როგორც ვიცი მე საერთოდ ეკლესიის ასე რომ ვთქვათ საფარქვეში და ეს დაფინანსებები 60 მილიონზე გაუორმაგდათ, აუვიდათ, აღარა მაქვს საუბარი იმ ბიზნესებზე, არა მაქვს საუბარი იმ შემოსავლებზე, რომლებიც მათ გააჩნიათ ყოველგვარი ბეგარის გარეშე და ერთი შეუძლოდ მყოფი დედაოს მოვლა ასეთი პრობლემა გაუხდათ? რა, პრობლემა სხვა რამეა შვილო. ვერ მათქმევინეს ის, რაც მათ უნდოდათ, ვერ გადამიყვანეს მათ ჭკუაზე და ვერ გამხადეს უშიშროების წარმომადგენელი თავიანთი. ეგენი თვითონ უშიშროებაა დაწესებულება და მათი წარმომადგენელი ვერ გამხადეს, ვერ გამხადეს და ვერ ღირსებიან. დედაო, რა არის მათი მიზანი, მათი იდეოლოგია გარდა იმისა, რომ აგროვება დგებიან, სამსახურში მიდიან, ნუ და იმ სამსახურში როგორ მიდიან და ნუ სამსახურია ჩვეულებრივ დაწესებულება და არაფერი განსხვავებული. და ამ ჩვეულებრივ დაწესებულებაში განაწილებული როლები აქვს და
ნუ რაღაც მოიშორებენ, ჩაატარებენ კრებას და მე საით მიდიან საკეიფოთ და სადა გუგუნებენ კაცმა არის ის მერე. თავის ლამას დედაუებთან ერთად. აი ახლა ესეთი სიმართლის თქმა, რომელიც ხდება, ამ დროს პარალელურად ქვეყანაში ქართველი აღარ რჩება, ტერიტორიები დაუკარგეთ, დემოგრაფიული ადამიანს ვეღარ ნახავთ, რომელსაც აი რაღაცა დაგჭირდეს და დაავალო, ყველა გაქციეს ამათ ყველა. ერი და მე ვამბობ და თუ გინდაც აი დახურეტა რომ მომისაჯონ. ერში საპატრიარქო ერიდან ვინ შეიტყუა და რა ვიცი ახლა. მოკლედ საპატრიარქო არის თავი და თავი, რომელიც ერს მართავს. და ეს ერი და ბერი ერთდაირად იმართება და საწყალი და გაჭირვებული ხალხი, რომლებსაც აი ერში რო რწმენა, ბერში ესეთი არ არის. ასეთი რწმენა რომ ბერში იყოს, მაშინ ესე არ წაიქცეოდა ერი. და ბერში კიდე ურწმუნოა და წაიქცა ერი. იმიტომ რომ ბერი არის თავი და თავი თუ და ყველაზე პირველი თავი ყროლდება. ადამიანიც რო გარდაიცვლება, ახლა დიდხანს რატო ვერ ვაჩერებ ჩვენს გარდაცვლილებს? იმიტომ რომ თავი იშლება, სკდება თავი. თავი ფუჭდება პირველი. და ეხლა წარმოიდგინეთ რომ როგორია ბერის თავი რო გაიხრწნა ერმა რაკნას ერმა. ერში ბევრად კარგი ადამიანები არიან, ბევრად. დედაო, თქვენ როგორც მოღვაწე ადამიანს, როგორც გამოცდილს, როგორც მცოდნეს ყველაფრისას, გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ამ სიტუაციაში რა შეიძლება გამოსავალი იყოს? ერთმა დაგვიფაროს კაცო, გამოუვალი მდგომარეობა, იცით რა, იცი რამდენი კარგი ახალგაზრდა გვყავს, იცით რამდენი კარგი და ჭკვიანი განათლებული საზოგადოება გვყავს საქართველოს, ესე როგორ დაცარიელდება, რომ არ გამოინახოს ადამიანები. აუცილებლად დრო უკვე მოსულია და ეს იციან და ესენი იმიტომ შემოდგომის ბუზებივით იქბინებიან უკვე. მოსულია დრო საიმისო, რომ მართოს ქვეყანა ნორმალურმა ხალხმა, რომ ერიც კმაყოფილი იყოს და ბერიც. ბერში ძალიან ბევრი კარგი მამები გვყავს. დედავებთან ნაკლები შეხება მაქვს და ნუ ახლა აი ჩემს მონასტერში წყალი რომ წყუროდეს, დედავ წყალს არ მოგაწოდებს და აი ესეთები უნდათ და ესეთი მე ვერასოდეს ვერ გავხდები. მე 77 წლის ვარ. მე ასეთი ვიყავი ახალგაზრდაც ძალიან და ეხლა რა შემცვლის? ხო და არა, როგორ არა, თქვენ რა და თქვენ და თქვენნაირება უნდა შეცვალოთ ჩვენი ქვეყანა. ესე ხوار შეიძლება. აბა ეხლა რა არის, რატო ხართ, რატო გაგაქციეს აქედან, რატო? ქვეყნის სიყვარულისთვის და ეს ქვეყნის სიყვარული ძალიან მალე შეკრებავს უფალი ყველას, ერშიც, ბერშიც. ღმერთმა დაგვიფაროს ისე ვიყოთ დაქცეულები, რომ ბერში არ იყოს კარგი ადამიანები. იცით რა კარგი ბერები, ისეთი კარგი ახალგაზრდა ბერები გვყავს, მცოდნეებიც და საყვარელი ადამიანებიც. უამრავი. ეხლა 5 მეუფე ხო არ წყვეტავს ყველაფერს. საპატრიარქოს მართავს და საპატრიარქოს გარეთაც ერში ვისთანაც ეს წილები აქვთ. თავიანთი თორე. ბოლოს და ბოლოს იმდენი კარგი აი ბერში უამრავი კარგი მამაუები გვყავს, ესე არ არის საქმე და უამრავი კარგი ბერები გვყავს. ასე რომ ჩვენ საქართველოს მაინც ეშველება დრო ჩვენ გვეჩქარება, მაგრამ რა ვიცი, აბა ახლა ამაცავით მითი თვითფრინავებით არ დაფრინავს უფალი ურმით დადის და ალბათ მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დრო და ჟამიც უკვე ახლოს არის და მოსულია. დედაო თამარ, მე და ბატონი სწავლა
როდესაც საქართველოში ვიმყოფებოდით, მივედით, როდესაც დავით გარეჯის პრობლემა იდგა და დღესაც დგას. არავინ არ გამოგხედა საპატრიარქოდან ჯაღმაიძის განცხადების გამო, რომ იქ დავით გარეჯის ნაწილი საქართველოს არ ასერთ, არ შეგვიშვეს, არ მიგვიღეს. აქეთ დაგვიწყეს ლანძღვა 1000 რაღაცის მოგონება ასე შემდეგ. მაგრამ აი ახლა თქვენ ბრძანდებით მეორე ისეთი ადამიანი, რომელმა ადამიანმაც საქართველოს საპატრიარქოს შექმნაში და ჩამოყალიბებაში და გაძლიერებაში ლომის წვლილი შეიტანა. ასევე ქალბატონი დენიზა სუმბაძე. არც თქვენ და არც ქალბატონ დენიზა სუმბაძესაც არ აქვს უფლება რომ არა, მე ვერ ვიტყოდი რომ რამე ესეთი წვლილი მაქვს შეტანილი, მაგრამ ნამდვილად იმისათვის რომ ჩემი ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი და არ წაბილწულიყო და რომ ეროვნული მოძრაობა ქვეყანას გამოზდგომოდა და აი ყველაფერი მართლა გავაკეთე იმისათვის მე მარტო ქალმა პატარა ჩემი შვილი 15 წლის იყო ჩემი შვილი რომ ერთ ღამეს ესეც არც მithქვია და არც ვაპირებდი ამის თქმას უბრალოდ თვითონ თქვა ერთ-ერთი ჟურნალისტი იყო ზვიადის ჟურნალისტო იმ დროს გადმოსცემდა იმ ბუნკერის ამბებს რომ ეხლა ხანს უთქვავს მგონი და არც მე საერთოდ არ ზედმეტად რაღაცების ეს თავისქება რაღაც არ მიმაჩნია რაღაც დიდ დამსახურებად მაგრამ ზიას უთქვია რომ მეო გადამარჩინაო ერში იყო მარინე ქებხიშვილიო და დღეს არისო ჯვარის მამის მონასტერის მონაზონი დედა თამარიო რომელმაცო ღამე დედაჩემს პასპორტი მიუტანაო რომ ჯაბას უნდა დავეხვრიტეთო მე ერთ ღამეში 300 ოჯახი გავაფრთხილე და 300 პასპორტი შევაგდე კარებსაც რო არ მიღებდნენ ჩაბნელებული ხა როგორი წლები იყო ეს 90-დან ჩემი პატარა შვილით რისკით დავდიოდი და არანაირი გარანტია არ მქონდა 300 დახვრეტის პატრიკის მეჭირა პასპორტი ხელში კაცის და მე არანაირი გარანტია არ მქონდა რომ მე იმ ღამეს მე და ჩემი შვილი გადავრჩებოდით მაგრამ და კიდევ უამრავი ესეთი რაღაცა თავის ქება არ მინდა და რაღაც არც არაფერი მე არავისთვის არაფერი არ გამიკეთებია ყველა ვალდებულია რომ ჩვენს ქვეყანას თავის ქვეყანას რაღაცა თითო კენჭი აიღოს და დადოს იმ ადგილზე სადაც აშენდება და აღარ დაინგრევა და რა ვიცი ახლა ისეთი რა გავაკეთე ალბათ ყველა გააკეთებდა და ის გავაკეთე ერთი რომ ჩვენი მშიერი დეპუტატები მაშინდელი ბიჭები ზვიადის რაღაცა რაც მქონდა ერთ ლუკმას შესვენებაზე ჩემთან მოდიოდნენ მე ახლოს ცხოვრობდი და ჩემთან სადილობდნენ რომ ერთი ლუკმა ეჭამათ და თუ ვინმე სუდახეული ფეხსაცმელი ეცვათ იმ დეპუტატებს ეხლა რომ მოკლედ არ ვიცი და მანქანა რომელიმე ყავდა არავის არ ყოლია არავის ქვეყანაზე და დახეულ ფეხსაცმელებს იდულობდი ხოლმე ბიჭებისთვის 7 ლარიანს 10 ლარიანს რომ ფეხზე წყალი შედიოდათ ჩვენს დეპუტატებს და ჩვენ არ ვიცი შორენა მეუბნება რომ დედაო მე ვთხარი რომ კი მაგრამ მეთქი პირველი ტყვია რომ ქაშვეთიდან გამოვარდათკო და ჩემ ბიძაშვილ გოგოს ციცინო ქელხიშვილს მოხდა და გარდაიცვალა ციცინო 4 თვის ფეხმძიმე გოგო რა ხდებოდა თქო რატო არ ამბობ მეთქი აბარა უარაო დედაო რას ამბობო გასაღები მემედო ჯიბეშიო მე ვთქვი მეთქი შენ რო გედო იმიტომ გამოვარდა ტყვია იქიდან თქო ქალო შენ რატო გედო ვინ იყავი პატრიარქის დივანი ერისკალი რა უფლება გქონდა შენ რო ქაშვეთის ეკლესიის გასაღები გედო შენ ჯიბეში ვინ იყავი შენ თქო და ვინ გავსო მაშინ შენ შეგიყვანია ყველა ყაჩაღი და ოხენტიანი იქ და ხა ჯაბას მეგობარი ეგ იყო და ავიც დაუფასდათ შემდეგ ახლა ჯაღმაიძეს უფასდება ბატონ ჯაღმაიძეს უფასდება ძალიან ჯაღმაიძეს მე ვერ ვიტყვი რომ ესეთ რა ჯაღმაიძე არ ვიცი
საერთოდ აი სუცილიკურად მე ხომ გითხარით რომ არავის არ უშვებდით ხო არ შეუშვი არავინ მეთქი და ჯაღმაიძე უნდა გამოსულიყო მანქანით გადმოვიდა მანქანიდან და მოვიდა ჩემთან აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით კრეჭვით დედაო თანა ესე რაღაც ძველები ნუ რაც არის რა დედაო ეხლა გაგვატარებ თუ არა მამაო მე ხა ჯერ წესერად ილაპარაკე და საუბარი ისავლე და არ გაგატარებ თქო ნამდვილად არ გაგატარებ თქო აი არ გაგატარებ მეთქი ამერე გადმოვიდა ვიღაცა ნამდვილად კარგი მამაო არ ვიცი ვინ იყო კარგი პიროვნება ჩანდა ძალიან ისე ზედმეტად თბილად დაბელაპარაკა და შემრცხვა საკუთარი თავის და გავიწიეთ ჯაღმაიძე ფეხით გამოვიდა და ის ადამიანი ვისთანაც ჯაღმაიძე იჯდა ის მანქანა გამოვატარე მე არ ვიცი ვინ იყო მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ამ უკუღმართთან იმ წესიერკაც რა საქმე ქონდა ვერ გეტყვით თუ არის შესაძლებლობა და შანსი რომ თქვენ და თქვათ ქალბატონმა დენიზამაც ინახულოთ პატრიარქი არის ამის შანსი მაგის შესაძლებლობას არც მე მომცემენ და არც ქალბატონ დენიზას ეს გამორიცხულია იმიტომ რომ შორენას ორივე ვეზიზღებით ძალიან აღძულ ვართ და შორენას საერთოდ ზვიადის ზულდა სიგიჟებდე და ჩვენ ახლა როგორც ზვიადის მომხრენი და მისი იდეების მიმდევრები და მისი იდეა იყო ზუსტადაც და არის დღემდე რომ უნდა გადარჩენილიყო საქართველო უნდა ყოფილიყო საქართველო ქართველებისათვის უნდა ყოფილიყო დაცული ენა ჩვენი უნდა ყოფილიყო სიწმინდე სარწმუნოების და უნდა ყოფილიყო რა ვიცი მე სახელმწიფო რელიგია უნდა ყოფილიყო გამოცხადებული საეკლესიო სასამართლო უნდა აღდგენილიყო რა თქმა უნდა და თუ დასწალდებოდა ზვიადის ალბათ გამოცხადდებოდა კიდეც მართლმადიდებლობა რა თქმა უნდა ყველანაირად როგორც საჭირო იყო დედაო თამარ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან აი დღეს უკვე ბრძოლა ფარული არ არის არც ეკლესიის შიგნით არც ეკლესიის გარეთ და არც ერში და არც ბერში აი უკვე პირდაპირ გვეუბნებიან რომ ეს თქვენი სამშობლო რომელსაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით ჩააქციეს რომელსაც თუნდაც ჩემმა თაობამაც სისხლით დაღვარა იმისთვის რომ რაც გვაქვს შემორჩენილი ჯერ კიდე საქართველოს ერქვას ასე ყოველგვარი ზედმეტი ბრძოლის და შრომის და ყველაფრის გარეშე უბრალოდ უნდა გაიყიდოს არაბებზე და აქ უნდა დასახლდნენ არაბები და ეს თურმე ქვეყნისთვის კარგია ინვესტიცია არის არა და 70000 არაბი საქართველოში ჩამოსახლებული 5 წელიწადში 100000 და შემდეგ 300000 იქნება და ამ პრობლემის ვერც აიტანს და არც აიტანს გამორიცხულია რომ ეგ ასე მოხდეს სურვილი რისია ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ან ჩემ შვილთან წავიდე და ან ჩემი შვილი მყოლოდა დღეს ცოცხალი ასე ჩემი და მაგათი სურვილი რო ხდებოდეს ასე არ არის ჯერ ერთი ამას ნამდვილად არ დაუშვებს უფალი და მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ სანამ ესენი მაგას მოახერხებენ და თუ საპატრიარქომ ამაზე არატეხა ერთი ამბავი და არ გამოვიდა მაშინ საპატრიარქოს დაწყებული ყოფილა ეს ყველაფერი ჩვენც მაგას ვფიქრობთ დედაო თამარი იმიტომ რომ არც კი ჩაგვაგდეს იმის ღირსად რომ განცხადება მაინც გაეკეთებინათ თანახმარის თუ წინააღმდეგი არის მით უმეტეს როდესაც პატრიარქის ღია მოწოდება და პირდაპირ განცხადება რომ ქართული მიწის გაყიდვის უფლება არ აქვს არც მეფეს არც პატრიარქს არც პრეზიდენტს და არავის ეს არის დედის გაყიდვა და დედას თუ ვინმე გაყიდის ალბათ ეგენი ხიდიდნენ თავიანთ დედებს და ეს რომელ კონტექსტში ჯდება პატრიარქის სახელს ამოფარებული ამდენი ქვეწარმავალი მე სხვა სამხალხს ვერ უწოდებ
ასე შეკრებილი, ასე ქართველიერის სიწმინდეები დაპატრონებული, ჩვენ ხო 100,000 მოწამის ქვეყანა ვართ, 6,000 დავით გარეჯელის, ჩვენ ხო აი დიდმოწამეების ქვეყანა ვართ და ასე როგორ შეიძლება ჩვენი ერის სიწმინდე და ჩვენი ერის ისტორია ასეთ უღირს ადამიანებს ეპყროთ ხელში და ასე ექცეოდნენ კაცო ხალხს, ქვეყანას. ამას ჩვენ ქართველი ერს ამას უფალი გვაპატიებს, რომ ამის უფლებას ვაძლევ? არა, მაგამდეც არ მევა საქმე, იმიტომ რომ არ არსებობს. მე აი თავისუფლად ვამბობ. ამას ეხლა იმდენი ვინმე გამოხტება ზოგი დამეტაკება რასაც და ვისაც რა უნდა ის თქვას, ვისაც რა უნდა ის გააკეთოს. სულ არ მაგდარდი. ერთი სურვილი მაქვს, რომ ჩემ შვილთან წავიდე დროზე რა. და ხელი წაუწდებოდეს ვინმეს კიდე მაგათ, რომ დავიცი. მადლობა შეუთვლი წინასწარ კიდე თუ კი ვინმეს გაიფიქრებს, რომ ჩემზე რომ აი მომაკულევინა ეხლა ეს. კი ბატონო, მე თან ახმა ვარ, მაგაცავით არ გავიქცევი, არ დამემალები და არაფრის არ მეშინია. სიკვდილის როგორ უნდა მეშინოდეს. მაგათთან ურთიერთობა სიკვდილის ჯობია. შუშის თვალებით იყურებიან. ეგენი აი რო გადაგებენ, მაშინ დაფრინავენ და ოცნებაში აი როგორ ჩქარა დაამთავრონ წირვა, რომ სად გაიქცნენ და რომელ რესტორანში ამოიყორონ მოიმედე და ეგენ მაგაც ლაპარაკი. მაგრამ ყველა ხო არ არის ასეთი არა. ასე ხო არ შეიძლება ერთმა ტალახიანმა ღორმა ასი გაატალახა ეს რაღაცა ესე არ არის. ძალიან იმდენი კარგი ადამიანია იმ საპატრიარქოში, ესე არ არის. იმდენი კარგი მამები ყავს, იმდენი კარგი ბერები ყავს. ძალიან კარგები არიან. ისინიც ესეა, იმათვისაც ჩაკეტილია კარები. მე არ ვიცი ეხლა ვერ გეტყვით. ეხლა ეს ვიღაც მამები რო გამოდიან რაღაცა მიტინგებზე რო დგანან და მათთვის ჩაიკეტა კარი. მე საერთოდ ძალიან შორსა ვარ და აღარაფერი არ ვიცი და ჩემთვის საერთოდ ინფორმაცია იმდენად ცუდად ვარ, რომ მე 2 დღეა რაც გამოვედი საავადმყოფოდან ძალიან მძიმედ ვიყავი. 3 სახის ვირუსი შემხვდა და ძალიან მძიმედ ვიყავი და ეხლაც არა ვარ კარგად. მარჯვენა ფილტვის ანთება მაქვს ეხლაც ჯერ. ასე რომ ეს რაღაცა აი ჩემთვის არ მისაღები ინფორმაცია, ცდილობ რომ ტვინიდან მოვიშორო, იმიტომ რომ მე ცოტა სხვა ხედვები მაქვს და მე სხვა რამეებს ხედავ და ერთხელ უწმინდეს უთხარი, რომ უწმინდესო ძალიან მიყვარხართ, მაგრამ ჩემ ხედვას უფრო მეტ პატივს ვცემ, ვიდრე თქვენ რომ დამარიგებთ, თქო და შეიძლება ეწყინა, მაგრამ ნუ რა ვქნა ეხლა, მე ვიცი, მე ვხედავდი ჩემი შვილი როგორ მომიკუდებოდა. მე ვხედავდი ჩემი 4 ძმა როგორ უნდა დამესაფლავებინა და მე ვხედავდი რომ ჩემი მე როგორ უნდა ლოგინში ვყოფილიყავი უპატრონოდ და ასე ვარ. მაგათგან უპატრონოდ მიგდებული ვარ და ვინმე ჭიდავება იაკობი, თევდორე, ჯაღმაიძე, შიო, შორენა, აი ეს ბუღალტერი მაგათ საქმეში გასული რომ ის ხო შავფულს უთეთრებთ და იმას გაუშავებ მე ქალობას ის არ არის აზრზე. მე იმას არ მინდა რომ თვათ აი გამეტებით აი მონაზონმა როგორ ავიღო თავზე ხელი და დავწყევლო. იმიტომ რომ როგორ ჩემი ლოცვა შრის ისე შემიწყებლა ჩემი შვილის მკვლელები 15 ოჯახი ამოწყდა და არც ერთი მე საჩივლელიც აღარავინ არ იყო. ამიტომ მაქსიმალურად ავწდილობ რომ ეს ხალი არ დავწყევლო. თორემ მე ვიცი შედეგი რა დაუდგება. ამიტომ არაფრით არ ვაპატიებ ამ ხალს ჩემს თავზე ასე გადავლას. ბულინგი მეტი რა არის ეს ხალი რომ შემომითვლის რომ აი რაღაცას და მელაპარაკებად მეუფე თევდორეს ენით. შუამავალია ის. ჩემი 2 განცხადება დევს საპატრიარქოში პატრიარქის სახელზე და პასუხს არ ეხლა უთვლი რომ იქნება წერილობით მითხრათ
პატრიარქმა რატო გითხრა უარი? ახლა მე როგორ დამაჯერები რომ პატრიარქთან წერილი მივიდა და პატრიარქმა რამე უთხრა. იმიტომ რომ ჯერ ხო ჭუაძე წაიკითხა და ჭუაძე მოხსენებული მყავს. პატრიარქთან შეიტანდა იმ წერილს. ხა მაგათ თუ შეჯერათ თავიანთი ზღაპრების. ხა მე ზღაპრები არიან და დაიჯერონ. მე ხლა ეგრე ადვილად დასაჯერებელი და მოსატყუებელი ვითუმეტეს. როგორ უნდა მომატყურო. ხო და რა ვიცი რა გითხრათ, მაგრამ ერთი ფაქტი ახსენდება, რომ იცით რა, უწმინდესი გახდა ცუდად და მე ვიყავი მამა გაბრიელის საფლავზე იმ დროს. და ჩემთან ერთად ვინც იყო ბავშვი ბიჭი, ის იყო ექიმი სისანას ნათლული, პატრიარქის ექიმის. და დაურეკა ამას, მაგრამ იმან ხوارიცოდა სისანამ, რომ მე ამ ბავშვის გვერდზე ვიყავი და მას ბერის საფლავზე ლოცულობდით. რომ ჩქარაო მოდიოდა რაღაცა ანტიბიოტიკები და რაღაცა წამლები უთხრა, ჩქარა მოდიო, რომ პატრიარქიო ცუდად გახდაო და მე პატრიარქთან იმ დროს ისე ვიყავი, რომ არავის დაკითხვა არ მჭირდებოდა, ისე მივდიოდი და შევდიოდი. აი ჩამიკრავდა გულში და თქვენი ვაჟი ვარო მეუბნებოდა. მე თქვენი ვაჟი ვარ. ხო და მერე აღმოჩნდა, რომ რა თქმა უნდა მეც წავედი, დანაც არ უნდა და ვერც გაიგეს იქ მე საიდან მოვხვდი უცებ, ვერ მიხვდნენ რომ მეც ამ ბავშვთან ვიყავი და რომ ჩავედით შორიდან გადაირია მე რო დავინახა. შენ რა საიდან რატო მოხვედიო, არაფერი არ უჭირსო, ციცხიაკო, ფილტვების ანთებაკო, კარგად გახდებაო, რატო მოხვედიო, ნუ გეშინიაო, არ ინერვიულო და წადი სახშიო, წადიო კელიაშიო. რა შეესაქმე მე უთხრე და რას ქვია წადი რა, ვერ გავიგე. მე არა მაქვს უფლება მეთქი რომ საპატრიარქოში თან პატრიარქი ცუდად არის და ვიყო და გავიგო როგორი იქნება. არაო წადიო შენო და რაღაცა ავარდა უცებ ზევით, საიდან მოძებნა არყის ბოთლები, რომელიც ცხოვრებაში არ დამილევია წვეთი ღვინო, ზიარების იქით ღვინო არ მაქვს გასინჯული და არყის ბოთლები, რაღაცა ღვინის ბოთლები ჩამილაგა, რაღაცები და ჩამომიტანა ბავშვთან მანქანაში და მეუბნება, რომ წადიო შენო, ნუ ინერვიულებო, ყველაფერი კარგად იქნებოდა. აი ამ დროს გავიხედე და მოვიდა ფრიდონ რო გარდაიცვალა, რა გვარი იყო, თოდუა. ფრიდონ თოდუა, ნუ გამოიძახეს და პატრიარქი გადაიყვანეს ფრიდონ თოდუას კლინიკაში. აი იქ მოხდა ისეთი ქალი, თვითონ დაიბარა პატრიარქმა, ის პიროვნება რომ გამოკეთდა პატრიარქი. და იქ მოხდა ისეთი ქალბატონი, რომელმაც თავისი ყურით მოისმინა, რომ ორი მეუფე ერთმანეთს ეჩხუბებოდა უკვე, რომ არა ის უნდა ყოფილიყო პატრიარქი, არა ის. ანუ აქედან დასკვნა პატრიარქი მოწამლეს. მეც მომწამლეს, თავის წამალი ჩამიყარეს. და ეს იცის საპატრიარქო, ეს იცის ყველამ და ჭუაძემ დარეკა მელიას კლინიკაში ვიწექი და სასწრაფოდ გულის საოპერაციოდ შევყავდი. და აი ამ დროს ერთ-ერთმა ექიმმა გაბედა და თქვა, რომ არა ბატონო ანზორო, რა გულის ოპერაციაზე მიყვავსო, რას ქვიო, დედაოსო, იმაში სიცხში ამოითესა წამალიო და მოწამლულია დედაო. და დაურეკა ჭუაძემ და უთხრა ამ ექიმს, ამ გოგოს, სახელს და გვარს იმიტომ ვერ ვამბობ, რომ ეგენი ისეთი მკვლელები არიან და თავს შევიკავე. ხო და ამ გოგოს დაურეკა და უთხრა, ხმა არ გაიღო, თავარიაო, ხო გადარჩა დედაო, არ ეკლესიასო სახელი გაუტყდებაო. უჩემოდ გაუტყდა ეს ამ ეკლესიას სახელი, მაგრამ ეკლესიას რას ერჩიან? ორი სიწმინდე გვაქვს დედამიწაზე. ეს არის ეკლესია უფლის სახლი და ეს არის საფლავი აღდგომა. ჩემი შვილი ამ ეზოშია დაკრძალული და დედაოები დადიან ღამე დაეძებენ ძაღლისა და კატის ფეკალურ მასას, მეათ და ჩემი შვილი საფლაოში ყრიან. და მითხარით, სად არის, რომელა ვის აქვს აქ სიწმინდე? რომელ სიწმინდეებზე ლაპარაკობენ?
და ერთ-ერთმა მამაო მითხრა, რას ნერვიულობო, ჩემი შვილი საფლავზეო, სულ ძაღლებისა და კატების ის არის. რა მოხდა მერეო? ხოდა მაგას იცი რა ქვია მამაო თქო. ძაღლი მიაკოდეს სულში შეშვილს თქო. და შენ თუ გინდა ასე იყოს ასე და მე ჩემი შვილი სამყაროა ჩემი თქო. ასე რომ მე მოვხვდი მეგონა უფლის სახლში, მაგრამ უფლის სახლი არის შენობა, ეკლესია. მაგრამ შიგნით უპატრონო ეკლესიას ეშმაკებებ, აი ესე დაპატრონებული, ხა ჯაღმაიძე და ჭუაძე და ბუღალტერი, გიული ვიღაცა, რომ დაეპატრონებიან და ისინი ორი ქალბატონი მართავს ახლა საპატრიარქოს. გიული და შორენა. შორენას რომელსაც ტყვიასავით, აი გასროლილი ტყვიასავით ეშინია ჩემი და ამ ქალსაც ეშინია, იმიტომ რომ ერთ სიტყვას მე ძალიან ესე წარებას მივწერ ხოლმე. როცა მჭირდება და აბა ჭუაძე არ მელაპარაკება და პატრიარქთან არ მიშვებენ და არაფრით რომ როგორ თუ მე თუ წამომცდა რომ ცუდად ავარ და ან რაღაც მჭირდება დახმარება, იქ ისეთი უბედურება მიდის, რომ ჩემზე კი არა უკვე შეიძლება ერთმანეთი დაგლიჯონ. მაგრამ მე ხლა მჭირდება პასუხი. ჩემი წერილების ორი წერილი მაქვს პატრიარქის სახელზე, რატო არ შეიტანეს პატრიარქთან და თუ არ შეიართ, პასუხი უნდა მომცენ წერილობით რა ხდება. აი ამას ველოდები უკვე არის რა გითხრათ, 1-7 თვეა. დედაო, პატრიარქი ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომელსაც მაგაცე ყველაზე კარგად აზროვნებს შვილო კიდე. არ დაიჯეროთ რომ ისეთ არა, ჯანმრთელობის მხრივ, ფიზიკური ჯანმრთელობის. რა თქმა უნდა, ახლა ჯანმრთელობით მე ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ აი ომახიანად გესაუბრებით. უწმინდეს გონება მაგაცზე ბევრად ტაღი და კარგი აქვს. არ დაიჯეროთ რომ პატრიარქს რამე შეეკითხონ და იმან სწორი პასუხი არ გასცეთ და ისე არ დაიგეგმოს რომ საქმეს არ წაადგეს, მაგრამ არ ეუბნებიან არაფერს. და თავად პატრიარქი აი ამ ყველაფერს, რადგანაც გონებრივად კარგათაა, რაც ხდება საპატრიარქოში, ხომ ხედავს ამ ყველაფერს, ხომ აღიქვამს? არა ვერ როგორ ხედავს შვილო. სულ სადღაც მოფარებულში, მიფარებულში და თუ როგორ და რომ ვინ რას დაანახებს? ვინ დაანახებს არ გამაგიჟოს შვილო. რას ლაპარაკო? მე მახსოვს რომ ერთხელ ძალიან დიდი ხნის წინ, აი ძალიან დიდი ხნის წინ მე მგონი ჯერ ერში ვიყავი რომ ჟურნალში მივეცი ასეთი ინტერვიუ რომ ჩვენი პატრიარქი ძალიან დიდხანს იცოცხლებს და ძალიან დიდი ასაკიანი იქნება თქო. ამის გამო გადამეკიდათ ხო ჯერ მაშინ მთელი საპატრიარქო და მე მომიწია პატრიარქთან შესვლა და შემთხვევით წავაყოლე ჟურნალი. წავიღე მაინც, მე ვიცოდი რომ არ წააკითხებდნენ. როგორც კი ცუდი რამე დაიწერებოდა პატრიარქთან, შეურბენინებდნენ რომ გული გაეკეთკათ, თუ რამე კაი იწერებოდა, რა თქმა უნდა იმას უმალავდნენ. ხო და რომ შევედი და საუბრობდით ჩემს წინ იჯდა უწმინდესი და მე ვეუბნები უწმინდესო, ჩემი წერილი ჟურნალში თქვენ წაიკითხეთ? არა, არაფერი არ წამიკითხიაო. არ მოგიტანეს თქო და არა, არაფერი არ წამიკითხიაო და აი ამ დროს მე ეს წერილი მქონდა ის ქვეშ მოსასხამის ქვეშ დამალული და იმიტომ რომ ხა შორენა დამიწყებდა დაკითხვას და უნდა მომსვლოდა შორენასთან მე ესე უსიამოვნო ლაპარაკი და მე კიდე ხა შორენას არასდროს სიტყვას აი თავისუფლად ვამბობ რომ არ ვუთმობდი და ვერც ეღირსება, იმიტომ რომ ჯადობაზია, მკვლელია, ჩვეულებრივი მკვლელია, ჯადობაზი ქალია. ხო და იცით რა გამოვიღე ეს ჟურნალი რომ უნდა მიმეწოდებინა და ამ დროს ჭუაძე არ შემოგწნა კარი და უწმინდესმა ჟურნალი გამომართვა და ზედ დაჯდა. აი ხა თქვენ წარმოიდგინეთ რა დღეში ჰყავდათ ჯერ კიდე კარგად მოყოფი რომ ზედ დაჯდა იმ ჟურნალზე. არა და ამ დროს ქვეყანას განსაკუთრებით
მე ვამბობ ერთად რომ თუ ეს ჩვენი მიწები რაც მე არ უშვებ და აი როგორც ვიცი რომ ჩემი შვილი გარდაცვლილია და ჩემთან ვერ შემოხსნის კარს ისე ის იმათი ქალაქები არ აშენდება ჩანდაბა არაბიზაც არ მოხდება ისე ის არ მოხდება რომ ისინი მას ეღირსნენ რომ აქ ჩამოსახლდნენ ეს არის გამორიცხული მაგრამ 1% თუ დაუშვათ მე ჩემს სტილში და არ უშვებ მე თავისუფლად შემიძლია გითხრათ რომ მაშინ საპატრიარქოს ხელშეწყობით ჩამოსახლებულა ყველა და საპატრიარქოში რა თქმა უნდა ავაზაკები არიან არა და ახლა განსაკუთრებით ჭირდება დედაოს საზოგადოება ერი ძალიან სულიერ კრიზისში იმყოფება ძალიან გაუჭირდა ქართველს ძალიან და იცი რა მინდა გითხრა რომ პერშიც კარგი ადამიანები არიან და მათაც ძალიან უჭირთ იცი რამდენი მამაოა რომ აი ძალიან უჭირთ მათაც სულიერათაც რომ აი ეს მდგომარეობა და მატერიალურადაც მაგრამ საპატრიარქო ვინმეს ერთი კაპიკით დაეხმარება ეს გამორიცხულია ბოდიში და შეიძლება ერთი სიტყვა რომ ერმო ბატონო აი მე როდესაც გითხარი გიორგი შალაბერიძეზე რომ ვიყავი ჩასული მიტროპოლიტია მე7-ია დაატყა იმ ფაქტმა ესე იგი ჭირდებოდა სტენდები ხო იმ ფაქტი არა და მე7-ია იმაში და ერთი კაპიკი არ დაეხმარა საპატრიარქო და გლეხებმა იმ სოფელში მოუგროვეს ფული იმისათვის რომ ორი სტენდი ჩაედვა და ჩემ თვალისწინ მისი მარჯვენა ხელი აგროვებდა ძველი მანქანით პრინციპით რკინებს რომ ჩაებარებია ეს რკინები ჩვენ თვალისწინ ხდებოდა ეს ჩვეულებრივად ერთი 20 ჯერ ვიყავი ჩასული ჩაებარებია რკინები რომ მეუფესათვის სამალი მიეტანა და მაგიდან გავიგე რომ აი მონტესუმა რო ყავდა კორტეს აყვანილი ზალოჟნიკა ძევლად ისე ყავთ უწმინდესი აყვანილი და აი ამ წუთას შიგნიდანაც არის ინფორმაცია რომ აბსოლუტურ იმაში ყავთ რა ქვია საერთოდ და ამიტომაც იყო სასიცოცხლოდ აუცილებელი რომ ეს ორი დიდი ქალბატონი რამენაირად შეეღწია იმიტომ რომ დედაო როგორც სორენას ორივე ისე ხო და ნუ თითქ მაგრამ ყველა ძალა უნდა არ ვიცი რა ბოდიში დედაო როჭა ერთი საფხვარი მაქვს თქვენ როგორ გეკადრე დედაო კიდევ იცით რა მითხრა ადრე ხო გახსოვს დედაო რუისურნისის კრება რუისალე შვილო მითხრა შალო არა წვავანები გასხვება არა მაგი არ დადო თუ არა იმდენად ტაბუდადებულია რუისურნისის კრებაო შეიძლება კიდევაც მოგკლან აი რაც არის ეს არის თქვა და დედაო რა მინდა იცი აჩვენე თქვენი შე მე არც მინახია ასეთი გარეგნობის ახალგაზრდა მე რომ აჩვენე ერმილესაც რანერი ვაშკასი აი მართლა გენოფონდი საქართველოს ის შეგიძლიათ ჩართოთ ის იდეა და დაჩვენოთ ისა არ გამოჩნდება შალვა აქ არ გამოჩნდება ამ კადრით არც და ისედაც იცით რა რაღაცა ისე გამოდის რომ თუ ჩემი შვილის ქებას არა სხვანაირი გარეგნობა იყო მე რა წინახია გარეგნობა და სხვანაირი კაცი იყო და იმიტომ არის ამ ეკლესიის ეზოში დაკრძალული აი ეს პატრიარქმა ზუსტად ასე თქვა რომ ეს ბავშვი იმიტომ კი არა რომ დედაოს შვილია არა ეს პატარა გბირი იყო როცა იმ დროს 9 აპრილს როცა ღამე 40 მქონდა სიცხე და ყელი მტკიოდა და ცოტა ადრე სანამდე დაგვესხმებოდნენ ყაჩაღები მანამდე ცოტა ხანი წავალ სახში ხოდა ჩემმა შვილმა მითხრა დედა ფეხი არ მოიცვალო ამაღამ თუ გინდა წაკედან ჩვენ დაგხოცონ ეგ სამშობლოს ღალატია არ წახვიდე დედა სახლშიო არ გაადგა ფეხი მალე მოვალ თქო შვილო შენ აქ დაგტოვებ მეთქი ვიფიქრე ყელში სავლებს ვიხჭობოდი და არ გამიშვა ბავშვმა
და ჩვენ თავზე გადაიარა ყველაფერი. რაც მღებრიშვილს ნაცემი უყევარ ამ კერკემალში. მე ვერ გეტყვით, ან როგორა ვარ ცოცხალი. და იაკობა კიდე რო ხმას იღებს და აი მეუფეების და ეპისკოპოსების რო გადის მოკლედ, ანუ აბა არ არის ზეიმი ეშმაკების, მე მაგას მოვაშორებო. ეკლესიიდან უნდა მოვეშორებინე და ნეტასად მივყავდი. რა თქმა უნდა, ეხლა ჯოჯოხეთის მაშხალებისთვის რუისურნისის კრების წაკითხვა ეს როგორც კვეთებულის ლოცვა ისე არის და რა თქმა უნდა პრობლემა იქნებოდა ეგ. ძალიან ძიმეთაა მდგომარეობა. ის კრების რამე თუ გეეგებოდეს იაკობს, მე თავს მოვიჭრი, რეებს ლაპარაკობ, ვინმე. მე ვახშე ყოფილა, აგერ ბატონი შალვა გამოსახლებების წინააღმდეგ იბრძოდა და ბატონი იაკობის სავახშოს ქონია ჩადებული, გაჭირვებული ხალხის სახლი ქონება და 9 სულიანი ოჯახი ამოყარა გარეთ. წმინდა ნინოს ბოდბეში მთელი გლეხები, მთელი მოსახლეობა სუცემატყებით გაიყვანეს იმ ტერიტორიებიდან და ვერ გეტყვით, იქ ის მონასტერი აღარ არის, ის არის რაღაც, არ ვიცი, რაღაც სანახაობა, აი როგორც ბიზნამ გააკეთა ბათუმში დიდი სანახაობრივი ის არა ქვია. ტურისტებზია ხო, ასია ზუსტად ტურისტებზია გათვლილი და ის დედა ის ლამაზისეული რო ხავთ კიდე თეოდორა თუ ვინ ჯანდაბა კიდე ნუ ის ხო საერთოდ თავის მშობლებიც იყავდა ნუ აი ერთ-ერთი მილიონერი ქალია ფაქტიურად რა და აი პრანჭვა გრეხვაში და მოკლედ ნუ მე როცა გინდა ჩავსულიყავი ვერ მცნობდნენ არასოდეს არ უთქვათ რომ ერთხელ ძალიან ცუდამინჩი მომიწია ყოფნა და ძალიან ცუდად ვიყავი კალიას კითხვის ვარ და ერთი ცხელი ესა წყალი თუ შეიძლება თქო და ოიო იცი რა წყალიო არა გვაქვს ადუღებულიო აი წყალი არა გვაქვს ადუღებულიო ხა მეტი რა და ეს იქ წინამძღვარია ერთი სართული თავისთვის გაკეთებული იქ მოიმთავა მშობლების ავადმყოფობა იქიდან და ყველაფერი მოკლედ ერთი სიტყვით ეს არის ნეტარი დედა რომელსაც შარავანდეთი ედგა და მიშინი არ გაფრინდეს აი ანგელოზა თახავთ აღიარებული ხო და რა ვიცი ახლა ჩემნაირი არ ენდომებათ იმიტომ რომ მე ვერაფერში ვერ გამომიყენეს დიდი გამოუსადეგი ქალი გამოვდექი მაგათაც ვერ ამიხული ეს და რა ვიცი რა გითხრათ როგორ თუ მე ზვიადის გვერდზე იყავი აეხლა დაგაგებინებთ როგორ რატო ზულდათ ეს კაცი ვერ გავიგე მაგრამ ისი ძახდა რომ უნდა განწმენდილიყო დიახ ეკლესია და ეკლესიიდან უნდა დაწყებულიყო განწმენდა და ეს აუცილებელი იყო და აი ეს მაგათ არ მოკლეს ბოლოს და ბოლოს ხმა ჩაიწყვიტოს სულ ყველამ რა ხმა ჩაიწყვიტონ თორე მაგათი დრო ძალიან ახლოშია უკვე ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია ვინ მოკლა მაგათ ვინ მზეიმობდა შობას 666 მასა კაცთან ერთად ვინ ქეიფობდნენ ეკლესიის წარმომადგენლები რო სატანა გამდენდეთო და შევარდნაძე სატანა ჩამოიყვანეს და მართლა ანგელოზივით კაცი ეძახდნენ რომ გავდევნეთო ზუსტად ზვიადის ცოდვის განკუნეს ის დღეს საქართველოს აი ზვიადის ცოდვა აკუნესებს დღეს საქართველოს თქვენ მაგრად იყავით ბიჭებო იცოდეთ რომ ძალიან ახლოს არის თქვენი იმისი დრო რომ დიახ ჩამოხვიდეთ საქართველოში და დიახ სწორედ იმ რიგებში ჩადგეთ რომ ვისაც ეკუთვნის საქართველოს მართლა ყველანაირად განთავისუფლება ყველა გასაჭირიდან
ერშიც და ბერშიც. სხვა გზა არ არის. თუ ჩვენიერი სულიერად გაიწმინდება, ხორციელი განწმენდა და ესეთი რაღაცა უკვე ჯერ ისედაც მეორე ხარისხოვანია, მაგრამ ის ეკონომიკური სიდუხჭირე და მსგავსი რაღაცეები ძალიან სწრაფად მოგვარდება. ამიტომ არის ყველაფერი იქ ჩაბუდებული, რომ სულიერად არ გაიწმინდოს ჩვენიერი ამ ეს სიმძიმისგან რაც გადაცამა ეკითხებათ. არავინ არ შეეკითხებათ მაგას უფალი არ დაუშვებს რომ მაგათ ხელში ჩავარდეს ხუთმა კაცმა უნდა დაანგრიოს საქართველო ვერ ეღირსებიან ამას ვამბობ ბერში და ერში საერთოდ ყოველ შემთხვევაში კარგი ახალგაზრდებიც ბევრი ყავს ძალიან მართლა რომ აი არც იქით არიან არც აქეთ არიან თავიანთი აზრი გააჩნიათ და ეს საღი აზრია ეს უფლის გზა არის ასეთებიც ბევრი ყავს ძალიან ბევრი ასე რომ უფალი არ მიგვატოვებს მე მქონდა ბედნიერება მამა გიორგი მცნობოდა ბასილაძე ფეხით მოსიარული აი ბასილაძემ ვითხრა სხვათა შორის რომ დედაო ძალიან გაურბი ხარ სიმართლესო მაგრამ პირველად მაინც თქვენ დაიყვირებთ სიმართლესო არ არსებობს რომ თქვენ არ დაიყვიროთ ეს პირველი სიმართლეო და თქვენ უნდა ასწიოთ ეს ჯვარი რა ასწავლებით მამაო მეუთხარი რა ჯვარი უნდა ავწიო ფეხზე ძლივს უდგებარ კალიასკაში აგერ ნახეო ძალიან გაურბი ხარ მაგრამ ასე იქნება და მომიწია სხვათა შორის მის სიცოცხლეშივე პირველი წერილი მე დავწერე საპატრიარქოს რა ვიცი აი არა ადამიანებზე ყოველ შემთხვევაში მე ერთი ვიცი რომ რა ვიცი აბა თუ ვინმე წაიღო ამ ქვეყნიდან რამე მაგათაც ხონდეს იმის იმედი რომ გაუგზებთ კუბოს გაუგზებთ რაც ძალიან მოყავსებით ოქროვერც ხო და მე წავალ ცარიელი ხელით დედიშობილა როგორც დავიბადე ისეთი და მადლობა უფალს მე ერთი შემთხვევა მინდა მოგიყვე გენაცვალოთ დედაო რომ ზვიადის დროს ყავდა ძალიან კარგი მეუფე ამბროსი ქათამაძე აი არაჩვეულებრივი ადამიანი მეუფე ამბროსი გარდაიცვალა ისეთი საეჭო მდგომარეობაში ძალიან საეჭო მდგომარეობაში იქ გარდაიცვალა სადაც გაზი არ არსებობდა და გაზით კაცი გაიგუდა ხა წარმოიდგინეთ მოკლედ დაასვენეს მეუფე იმაში სამებაში თესბითელის მონასტერისა ტაძარია სამების ეზოში და მოკლედ იქ ატყდა ერთი ამბავი რომ აქედან გირჩევდათ ჩვენ ეროვნული მოძრაობის ხალხი ტრიალებდა სულ და მივიდნენ და უთხრეს ერთ-ერთი აი უბრალოდ ვერ დავასახელებ იმიტომ მოკლედ დიდი ჩინოსანია ისიც ეკლესიაში და უთხრათ რომ აქედან მოაშორეთ თორე ყდარს გადაგიგდებთ ეზოშიო ამაზე ატყდა ძალიან დიდი ამბავი რა თქმა უნდა ჩვენი ეროვნული მოძრაობის ხალხი გადადგა ჭკუიდან და აი იმ დროს მქონდა ფილტვების ანთება მე და მოვიდნენ ჩემთან დედაო აქ ამ საღამოს ომი დაიწყებაო თქვენ ძალიან დიდი მისია გაქვთ დღესო რა ხდება მეუთხარი ბიჭებო რა ხდება და უნდა ადგეთ ახლა საწოლიდან ჩახვიდეთ შორენასთან და უთხრათ რომ არ გაბედონ და არ შეეხონ კუბოს თორე ძალიან ბევრი სისხლი დაიყურებაო გამისკდა გული რა ბარას ვიზავდი ავდექი ჩავედი შორენასთან და უთხრე თქვენ ომი თუ გინდათ მიიღებთ თქო მეუთხარი ეს ხალხი ის ხალხია რომელმაც გადაიტანა შიმშილი სიღატაკე დამცირება შეურაცხყოფა ყველანაირად გაგდება ყველა სამსახურიდან თუ საიდან უფულოდ და უფულოდ რო არიან დარჩენილი მეუთხარი არ ვიცი აქ რა მოხდება თქო და დაურეკა ჭუაძეს ჩამობძანდა მე ჭუაძეც
შეეშინდა სულ ყველას და მე რო ვიჯექი იქ მერე მოვიდნენ შორენაც ჭუაძეს და მე მომისამძიმრეს. ასე რომ აი ვერ მიაღწიეს თავისას მე დედაო აი ამ ხელა ის შევაჩერე და ვერც ერთმა ვერ გაბედა მე ახლოს მოკარება მე ვინმე კი არა ვარ თუ მე რა ასაერთოდ მაგრამ აი იმდენად ჟეროდა შორენა ჩემი და იცოდა რომ მე ტყუილს არ ვიტყვი ვერ მათქმევინებდნენ ვერ მე რომ მეთქვა რომ ციანიდი იყო საპატრიარქოს კარზე დღეს ვიქნებოდი პირველი დედაო მიღებული ყველანაირად და მაგაცავით შეიძლება რა ვიცი მე ან წყლის ბიზნესი მექნებოდა რა ვიცი რაღაცა ბიზნესები ნამდვილად მე ყოველ შემთხვევაში თუ არ მექნებოდა საპატრიარქოში აი ხარება და გოგიარო ფილმი თელავშიო გოგიარო ეუბნება თელავში ბიჭო წამოხარებო ფულიო ხვინჭასავით აყრიაო აი ეგრე ყრია საპატრიარქოში ფული ხვინჭასავით და მაგრად ვიქნებოდი დღეს და ლოგინშიც არ ვიწვებოდი ყველაფერი გააკეთეს რომ ლოგინში ვწოლილიყავ და მე ვერ გავსულიყავი გარეთ ხო გითხარით მოსაწამლათაც გამიმეტეს და აი როგორი მონდომებულები იყვნენ რომ უნდა მეთქვა რომ კიდე თუ არა აი იყო ციანიდი და ვერ არ იყო და რატო უნდა მეთქვა მეოთხე შვილის მამას წიწვებ დავწამებდი და ვერ დავამთავრე ის რაც ამბროსის გამო მე ნოდარი დაიჭირეს მისი შვილიც მამაო იყო დაიჭირეს და აი ისეთი საშინელება რომ კიდე თუ არა წამალი გადმოგქონდაო და შორენა მეუბნება დედაო შენი საყვარელი მეუფის შვილი ნახე მე ვთხარი ცილს ასამებ თქო შეესწამებ ცილს მეთქი მე დაუდგები თავდებში თქო და მე გაძლევ პირობას რომ შეხვაბობ რომ წამალი გადმოქონდა უიმე დედაო რას ვლაპარაკობო მართლა გადმოქონდა წამალიო როგორ მართლა გეუბნებიო შენ რატო მეუბნები მართლა როდის გითქვია მართლა იტყვი რა მეუბნები აბა მომისმინე თქო მე თავდებში დაუდგები მამაოს და პასუხსაც ვაგებ თქო ამ ყველაფერზე არ გეშინიო რისი თქო მართალი კაცი ქვაზე რისი მეშინოდეს თქო მე ვთხარი აბაო თუ დაუდგებიო მაგასო თავდებშიო მაგიო რომც გამოვიდესო და ქალაქიდან გავიდესო მე შენა გიყვანემ და მე ამიყვანო თქო მე ვთხარი ეს საწოლი ციხეში იდგმება თუ კელიაში რა მნიშვნელობა ყველგან ვილოცებ ღმერთი ყველგან არის თავარი ის არის თქო მე ვთხარი რომ შენ გულში ააშენო ტაძარი და შენ გულში აცხოვრო უფალი თორე ბეთლემში არც დაბადებულა თუ შენ გულში არ დაიბადა ასე თქო რომ რა მნიშვნელობა აქვს ჩემი საწოლი სად იდგმება თქო დაუდექი რა თქმა უნდა ნოდარის თავდებში და კაციშვილი არავინ არ დაზდგომია არავინ ერთი კაციშვილიც არ მოსულა სასამართლოზე და ბოლოს რომ მივედი სასამართლოზე სულ ორჯერ ვიყავი და ისა საპატრიარქოს ის არის გამომძიებელი შორენაც მარჯვენა ხელი და ძმაკაცი და ის მეუბნება თქვენ ახართ დედა თამარი დაიგეშინიათ უკაცრავად რისი უნდა მეშინოდეს თქო არ ვიცი რას მეუბნებით რას მიმანიშნებთ თქო ნამდვილად არ მეშინია მეთქი მე ვთხარი მე ერთი რამის მეშინოდა რომ შვილი არ მომკვდომოდა ეს უკვე მოხდა თქო რატომ ხარ ისი ღამეშინოდეს თქო ხო და მოკლედ ასია თუ ისია ძალიან ბევრი ვიჭიდავეთ მე და შორენა მამაზე და აღმოჩნდა რომ მე ვამბობდი რომ მამა ნოდარი გამოვა თქო მედან სასამართლო დარბაზიდან და თქვენ ღმერთმა კარგად გამყოფოთ და ჩემი შვილი იქ იყოს ნათელში და აქ საქართველოს ეშველოს და ყველას ეშველოს ამ სიმართლით რასაც ახლა მე სიმართლეს გეუბნებით ნოდარი გამოვიდა სასამართლო დარბაზიდან და იმის მერე შორენა იყოს უბნედა დაცემული მე რომ რამე შემკითხო და იცოდა რომ ვიტყოდი და ის იყო 100%-იანი და ამიტომ აქ პანიკა დღესაც პანიკა ღმერთმა კარგად გამყოფოთ მაგათი პანიკის დამართვისთვის იმიტომ როდესაც ესეთ უსამართლო და ეშმაკეულ ადამიანებს პანიკა აქვთ ადამიანზე ეს იმას ნიშნავს რომ ეს ადამიანი უფლის მისიით არის არავინ იცის ვის რა მისიას დაგვაკისრებს უფალი და
არავინ იცის ამ ცხოვრებისეულ გოლგოთაზე ვის რისი ტარება მოგვიწევს. თქვენ ძალიან ვალდებულები არიან საპატრიარქო გაჭირვებული ერიდან რომ მიადგებათ ვიღაცა იმას უნდა მიეხმარონ თორე ის რომ შენს ოჯახს ეკუთვნის და მე ამათი ოჯახის წევრად ვითვლები რატომ მოხდა ეს რატომ დაუშვა უფალმა მაგრამ რახან დაუშვა მე ვის მოვთხოვ ჩემი შვილი მყავს ვის მოვთხოვ რომ მომხედეთ და ასეთი ტკივილების პატრონი უნდა ვიყო ესე და იმათ უნდა მიცვალონ მე მithვალონ რომ მე აიყავით ცუდად რა მოხდა ხოდა სულ ყველანი დახვდნენ ცუდად მე მოუვლი ავდგები კალიასკაში ჩავჯდები და მოუვლი ფეხებსაც დაუბან მაგათავით ზიზღით არ მაცხოვროს ღმერთმა არ მეჯავრებიან უბრალოდ არ მიყვარან თორე ღმერთმა დამიფაროს რომ მაგაცავით სიზულვილი ხო შენი თანამდებია ხო შენ გტაჯავს ის სიზულვილი რატომ უნდა ვიცხოვრო სიზულვილი მაგათი ცხოვრონ მაგათავ ძულდე მე არ ამძულან არ მიყვარან თორე მე არავინ ერთი კაცი არ დადის ამ ქვეყანაზე ვინც მძულს არავინ არ ჩორენ ამ ძულს რატომ უნდა მძულდეს იმიტომ რომ ბოღმით ვიყოს არა ჩორენამ დაიხჭოს ბოღმით და ჭუაძე მიყვეს კიდეს ზედ ბოღმით ხო მან ხო საერთოდ რა ვიცი აბა იშვიათი ქართველი რა აი საპატრიარქოს უნდა მიაწერო იშვიათი ქართველი თუ მონახო საპატრიარქოში რა ვიცი აი ესენი არიან ეგენი ვინ არიან არ ვიცი ამიტომ ქართულად არ დაბადებულან და ქართულად გული არ უძგერთ მორჩა და გათავდა აი ეს არის ჩემო საყვარელო და კიდევ ვიმეორებ ღმერთმა არქნას რომ ეს რაღაც მოხდეს ეს არაბიზაცია თუ აი ეს არ მოხდება და მას მე როგორი ხედვაც მაგ ეს არ იქნება მაგრამ 1%-ით რომ დაუშვათ მაშინ ეს ყოფილა საპატრიარქოს დაკვეთა მარჩი იწყებენ შენებლობას დედა ვერ დაიწყებენ შალვა მერცით რა მაგის გული ვერ დაიწყებენ და თუ დაიწყეს მაშინ საპატრიარქოში თვითონ შენობამ რა დააშავა საპატრიარქო კი არა საპატრიარქოში მოემზადონ დიდი ხალხის რისხვისათვის ის ხუთიოდე არა ადამიანი და რაც მოსახდენია იმას დაუშვებს უფალ და ის მოხდება ალბათ აბა ახლა რაც უფლის სიტყვა არ გადავა და მორჩა და გათავდა ჩემ ერმო ბატონო ისეთი და დაიღალა დედავა და კი ბატონო მე უსმენ უბრალოდ მაგარი ვაშკაცია მე იშვიათად რა მამაკაცი აი რა სხვანაირი ძალის პატრონი მე შორენა აქ რამოდენიმეჯერ რო ხო აქ გავიცანი აი შორენა რომელიც საპატრიარქოს ყველაზე მაგარ ძალაში რო იყო არიცოდა სამთავრობო დაცვაში უყურებდა დედაო აი შალვა იქა ვარ დაუშვათ და მოვიდა საპატრიარქოში აი თუ გინდა უცხო ელჩები უცხოელი ელჩები თუ გინდა სამთავრობო დაცვა ისა თავრობა შორენა ფეხს არ მოისვლი და ჩემს გვერდზე იდგა როცა დაასულიყო და პატრიარქოს ჩემს გვერდზე იყო ისეთი პანიკა მაგრამ შორენა აღმოჩნდა მკვლელი რომელმაც ძმები დამიხოცა ჯადოებით ჯადობაზი ხამე მირეკავდა 4 საათზე ქაჯანა და მელაპარაკებოდა აი დედაო ეხლა მიდევს აქა რა ქვია რაღაც წიგნი რო აქვთ მე სიზმრებს და რაღაცებს რო კითხულობენ ჯანდაბა მაგას ესეთი რაღაცები აინტერესებდა აი ეხლა დედაო აი ეს წავიკითხე და ვირის ტერფა იმაში რომ არის ფუფალ ის რო ასწავლის ყვავიჩხი კვისის დაიდე თავზე და მოგირჩი აი ესე მირეკავდა ღამის 4 საათზე დედაო ეხლა რო ცუდად ახარ აი ვირის ტერფა გაგიგია ვარდკაჭაჭა აი ის რომ აი რა ნუ ჯადობაზი რა გითხრა ჩვეულებრივი ალქაჯი კარაბადიდი ხო არა კარაბადიდი ჩვეულებრივი ალქაჯი ეს კარაბადიდი ურმანში მადლობა დედაო თამარ ამ რა ვიცი ღმერთმა ძალა მოგცეთ შრომისა გარჯისა ბრძოლისა
და უნარიანად იყავით, შნოიანად იყავით, ნუ გეშინიათ არ გეშინია დედაო, იცი რომ არ გეშინია. უფალია თქვენთან, ჩვენთან, იმ ადამიანთან, ვისაც სიმართლე უყვარს, უფალი არ ტოვებს. რა და შიშით არ გეშინია. ამინ დედაო, ამინ. სიგდილის შიში ყველას გააჩნია მეტნაკლებად ინსტინქტის დონეზე, მაგრამ გონებით არაფრის გვეშინია, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მაინც მომაკვდავები ვართ და თუ ჩვენი სიგდილი ჩვენ სამშობლოს ეს ხალხი უფრო საშიშია ვიდრე სიკვდილი. კი, მაგაში სიკვდილი არ არის საშიში, არა. რო დაუფიქრდე ის სიკვდილიც თითქოს თავისებურად, აი რაღაცა ხიბლია, აბა ძალიან მძიმედ რო ხარ და ადამიანი და რომ მოვა და წაგიყვას, ისიც საყვარელია ზოგჯერ. როდესაც სიცოცხლეს უჭირს სიკვდილი მოდის საშველად. რა ვიცი, აბა მე იცი როგორ ავარ, როცა მინდოდა სიცოცხლე, გავრბოდი სიკვდილი მომდევდა. ეხლა გარბის უკან მივდევ და ვერ ვეწევი. კაი დედა, კაი შე. უბლისნება. აბა დალოცი და ერთუდას არ გათიშო, აი შვილის სურათს გაჩვენებ დიდ სურათს და მეც ერთუდას ამოვიღებ თუ შე. აი მე დედა ვეღარ ამოვიღე, დედა რაფერ გავჭედავ ხოლმე, რა შარიანი კაცი ვარ რომ რა აი. ეს ალო. ხო შეხედე აი. ნახე აი რანაირი ვაშკაცი თანაც მეორე სურათი აი ესეთ ახალგაზრდას რომ დედაო და რაც გავუწო და როგორ მედგრათაა დაუფიქრდი და რა ვიცი აბა აი პატრიარქთან ერთად ერთი სურათი კი არა ათობით სურათი სულ ჩახუტებული და რაღაც სხვანაირი ძალის დედაოა რა. კაი ჩემო ერმილე, კაი ყველა შეესწიბას და ეს არ არის კიდო ჩავწეთ ეს ძალიან საინტერესო და მართლა თუ ეს ორი უღირსეულესი ეს როგორ სოქალი და კრავაი ჯაკელი რო გააჩერეს ის ბაშვიდი მას თამარ მეფის დროს თუ თეორიაში მოხდა ყველანაირად ხერ შეუშლია რომ უწმინდესობე მივიდნენ ეს ქალბატონი ეს ორი უღირსეულესი ქალბატონი მაგრამ თუ ამე ძალა არსებობს ხო და რაღაცა უფლის შეწევნით ინახა შეიძლება მართლა რაღაცა შეიძლება შეტრიალდეს აი მართლა ისეთი განცხადება გაკეთდეს რომელსაც არავინ არ ელის და რაღაცა და კარგად ახლა ჩემო ერმე ძამიკო და კარგად შალვა კარგად ძამდებოდე დედაო ბოდიში აგერდა დაგლოცოს ძალა მოგცეთ ბრძოლისა ძალა მოგცეთ იმისი რომ სიყვარული გქონდეთ უფლის და ვერავინ ვერ მოგერება რაფერი ძალა დედაოში თუ უგვირდა ეს შეხედე აი რაღაცა ძალას და რაღაცა ნათელს ასხივებს რა სიმართლე გითხრა შალვა მე ისეთი ენერგეტიკაზე მყოფი ადამიანი როგორზეც ახლა დედა უმბრძანდება იშვიათად შემხვედრია ნამდვილად დიდი მადლობა დედაო დიდი მადლობა მე დაგლოცო შვილი კარგად მუშაობ კარგი თვითონ რომელი მადლობა კარგად ძანდებოდი კარგად დედი კარგად